როგორც იქნა, გამოვახციეთ სახლიდან და მოვედით ბავშვებს მინდა რომ წიგნები ვუყიდე რამდენი. Tu vas marcher tout seul. მარტო ვივლიო ქალბატონო. მოხდა. მოვედით კულტურაში. უკვე გაჩვენეთ ეს მაღაზია ერთხელმე. და მოვედით კულტურაში რომ ბავშვებმა უბრალოდ თვითონ აირჩიონ თავიანთი წიგნები. Let's go. Je me retrouve dans la Nintendo Switch 2. Heureusement qu'on est venu à pied pour pas un vélo qu'on descend. Quand on vient, on regarde s'il n'y a pas des insectes dedans. Non, on y va. Ah ouais, c'est pas un chemin, c'est quoi tout ça? C'est mou. Attends, des chandelles. Oui, ça c'est bien. Maman, là, ça va beaucoup moins vite que là-bas. Maman, est-ce que... Attention, Louise. Par contre, je crois que ça suffit. Darling, on the highway, doing 95 alone. Trying to reach you, call you, but you won't come to the phone. Remember me, said you'd be my heart's home. Guess you were biding your turn to go. Oh, I really should've known. We were dynamite till we hit a red light. Then I see the signs. Oh, after all that time, this is it for us. You don't wanna try. God, your love was real, but it's not for us. Now you can't decide. ამაზონ მეგობრებო, დღეს არის ორშაბათი და მე ვარ სამსახურში. ახლა მივდივარ კლინიკაში, სადაც ჩემი ექიმი მუშაობს, რადგან მაქვს შეკრებვა იქა სხვა ბუღალტერებთან ერთად, ანუ სხვა სეკრეტარებთან ერთად. მე ვარ კუჭნაწლავის ექიმის სეკრეტარი, სხვები იქნებიან შარდის ბუშტის, გულის და ასე შემდეგ. ფილტვები და ასე. ახლა იქ მივდივარ, შეკრება გვაქვს, რაღაცებზე უნდა დავილაპარაკოთ და თუ რამე საინტერესო იქნება, გადაგიხეთ. Darling, on the highway, doing 95 alone. Trying to reach you, call you, but you won't come to the phone. Remember me, said you'd be my heart's home.
მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. დღეს როგორც ნახეთ, რაღაცები გადაგიღეთ. ახლა უკვე არის საღამოს 6 საათი, 7 დაიწყო, მე მოვედი სპორტიდან, როგორც ნახეთ, სპორტზე ვიყავი. ეხლა გაჩვენებ ჩემს საღამოს ვახშამს, ჯანსაღი კვების. კრემ ყველია, ოღონ 0%-იანი, ანუ ცხიმიანი არ არის საერთოდ და ძალიან კარგია სხვათა შორის. ეს აქ არის კრევეტები და რა ქვია იმას, ავოკადო, სალათა და всё. უცლებად. ახლა ბავშვებს ვუწვალ კვერცხს, დენისაც გავუკეთ ეს ფრანგულად ამას იძახიან ღულეთ ფრანტონა, დენის ძალიან უყვარს ჩინური ფურცლები რო ხო იცით, ბრინჯის ფურცლები გამჭირვალე და შიგნით ვუხვევ სალათას, ბრინჯის ლაფშას, კრევეტი მქონდა და შეიძლება ჩვეულებრივი საქონლის ხორციც რომ მოხარშულია წვრილად დაჭრილი, ძეხვი და ძალიან გემრიელია. ნუ დენის უყვარს და ძალიან მიხარია, რადგან შიგნით სალათაც არის, შიგნით პიტნაც არის და ძალიან უყვარს ეს ყველაფერი და მის ორგანიზმის პირველია. კვერცხი შევუწვი ბავშვებს, პამიდორი რაღაცა და ახლა დავждებით, ვივახშმებთ, მერე შევაგდებ, ვაბანავებ, მეც ვიბანავებ. დილიდან არ დავიზარე და ბავშვებს გავუკეთე კექსები. დაკო. შიგნით შოკოლადი აქვს. ნახეთ რა კარგი კექსები გამომივიდა. 10 წუთში. ნუ გამოცხობასაც და 15 წუთი და კექსებიც მზად არის. დენისი წაიღებს სკოლაში და ლუიზაც ჩავუდებ. იმასთან ერთად ვაშლის პიურესთან ერთად სკოლაში წაიღებს. მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. იმედია კარგად მხედავთ და გესმით ჩემი. დღეს არის ხუთშაბათი, სახლში საღამოს ვახშამისთვის არაფერი არ მაქვს გამზადებული. ამიტომ გადავწყვიტე რომ გავაკეთო უბრალო ბლინები შაქრის გარეშე და ყველამ მიირთვას როგორც უნდა თავისი ბლინი, ანუ ძეხვით, ყველით, პამიდორი, ნუ რაც უნდა გაიკეთოს და შემდეგ დესერტად რაც უნდა მერე კარამელით, შოკოლადით თუ ასე. მე მგონი მაღაზე კარგი და გემრიელი და ბავშვების ყველა საყვარელი არაფერი არ არის. როგორ ახართ, აბა როგორ გიკითხოთ? ჩვენთან საფრანგეთში ერთი ამბავია. უკვე მე რამდენი საწყალი პატარა გოგონა გაუბედურეს და მე გარდაიცვალა ეს ბავშვი, საცოდავი მშობლები. ახლა მოგიყვებით რა ხდება. არც ვიცი თუ მასეთი სიტყვების თქმა შემიძლია მე YouTube-ზე, მაგრამ მიხვდებით რაზეა ლაპარაკი. ესე იგი, ეს ადამიანი, ვინც ესი მოექცა ამ გოგონას, არის ის, რომელსაც ბავშვები უყვარს არანორმალურად. ხო და თურმე ესეთი სასტიკური და არანორმალური მოქცევებისთვის 2022 წელს ეგ ადამიანი უკვე იყო გამოძახებული პოლიციაში, რომ სხვა ადამიანებმა, სხვა ახალგაზრდა და ბავშვებმა და გოგონებმა უჩივლეს, რომ ესე იქცევაო და საფრანგეთს თხოვეს, რომ გვიშველეთ. და რა თქმა უნდა, გიждები და ძალიან ნერვები მეშლება. ფრანგ პოლიციელებმა არ დაუჯერეს ამ გოგონას, იმიტომ რომ გაუკეთეს თურმე გამოკვლევები. ექიმმა, სპეციალისტმა გაუკეთა გამოკვლევები და არაფერი არ გამოჩნდა. ანუ შენო არ ახარო ანუ გაუდიურა ამ არანორმალურმა არსებამ, ვერც ვიტყვი ახლა რომ ადამიანია და არ დაუჯერეს ამ გოგონას 2022 წელს. და ახლა ყველაფერი ამოხეთქდა, იმიტომ რომ
ერთ-ერთი გოგონა მოგდა ხელში. ვერ წარმოგიდგენთ რა მდგომარეობაა ჩვენ მშობლები პატარა ბავშვების რა მდგომარეობაში ვართ. საშინელება. მე ახლა დავიწყებ ჩემი ბლინების გაკეთებას და კიდე რაღაცებს მოგიყვებით ამ ადამიანის შესახებ, ადამიანიც არ არის. ხო და ეს უკვე ერთი კვირაა და ამ თითქოს და უნდა მომხდარიყო ეს საშინელება, რომ ეს ყველაფერი გაიხსნათ და ეს ყველაფერი ყველას ენახა. თურმე ეს არ არის პირველი მსხვერპლი ამ არსების, რა ვიცი, ძალიან ნერვები მეშლება და ვერ წარმოგიდგენთ. ძალიან ხშირად თურმე 3-ჯერ, 2-ჯერ, 4-ჯერ ბავშვებს უთქვიათ მშობლებისთვის, რომ ესა და ესე ხდება დედი, ესა და ეს ადამიანი და თურმე ეს ადამიანი Tu peux nettoyer avec ça. Ça? Oui. და თურმე ეს კაცი, ანუ ხალხმა უჩივლა, ოჯახებმა უჩივლეს, რადგან ეხებოდა თავიანთ გოგოებს, ანუ ამ კაცს ყავს 2 გოგო. თვითონვე მამა არის, თვითონვე მშობელია, გიждები. ყავს 2 გოგო და ამ თავისი გოგოების დახმარებით იწვევდა სხვა იგივე წლოვანების ბავშვებს სახში. ხანო პიძა ფართის ვაკეთებდითო, ხანო პიჟამა ფართის ვაკეთებდითო, ანუ გოგოები ერთმანეთში იკრებოდნენ და თურმე ეს არანორმალური იყო მაგათი რა ვიცი, ცხოველი და არ ვიცი. ხო და თურმე აი ასე იწვევდა ამ გოგოებს თავის სახში. და მშობლები ვერაფერს ბერმა მშობელმა თქვა, რომ ჩვენო ვერაფერი ვერ ვნახეთო არანორმალურობისო. ჯერ სანამდეო თვითონ გოგონა ბავშვი მაგათი არ ჩაიკეტა. ის როგორ მოხდა, რომ ეს რომელიც დაიღუპა, როგორ მოხდა? თავის გრუზავიკი იყო თუ რაღაცა მანქანა იყო, სამსახურის მანქანაო. ჩემთან ერთად და ნამცხრებს ჭამდაგო ესო. შემყავდაო და ნამცხრებს ვაჭმევდი. და არ ვიცი როგორ მოხდა, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ამან აიყვანა და გაქრა ეს გოგო. 3 დღე ვერ იპოვეს. შემდეგ როგორც იქნა იპოვეს, რა თქმა უნდა, ცოცხალი აღარ იყო ეს გოგო. და ამ ყველაფრის შემდეგ გასკდა ეს ამდენი ისტორია და სხვადასხვა მსხვერპლები, სხვადასხვა ბავშვები, სხვადასხვა ოჯახები იგივე კოლეჯში, სადაც თავისი გოგოები დადიოდნენ. იყვნენ მსხვერპლი ამ ცხოველის. და ფრანგ პოლიციელებმა არაფერი არ გააკეთეს. რომ დაეცვათ ეს პატარა ბავშვები. თაი გიждები. საშინლად არის საფრანგეთი გადატრიალებული ახლა, აი ხალხი გიждები. Pour tout le monde. C'est pour moi? Pour tout le monde. Pour tout le monde. ითხოვენ რომ პრეზიდენტი გადადგეს, ითხოვენ რომ საერთოდ პარლამენტი გადადგეს და შეიცვალოს ყველაფერი, ხალხი გიჟივით არის. ხალხია გიჟივი.